გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით სამტრედიიდან დასრულდა შეჯიბრებები. დღეს ტარდებოდა ყოველწლიური ტურნირი სამტრედიაში. იყო ცხენოსნობა, ცხენბურთი, ისინდი, ასევე იყო რამდენიმე დოღი. ქართველების უმეტესობა ნამდვილად ამ ყველაფრით ისიამოვნებდა. ცხენოსნობა საქართველოში აუცილებლად უნდა განვითარდეს. ამბობენ, რომ აი ამ ტრადიციულ შეჯიბრებებში მონაწილეობას თავად მეფეებიც კი იღებდნენ და ზოგადად ქართველებს ცხენოსნობაში, ჭიდაობაში, ლელობურში, აი ასეთ სახეობებში იშვიათად უყვავდა ბადალი და გამოირჩეოდით მთელს დედამიწაზე. სპორტშიც, ხელოვნებაშიც და სხვა სფეროებშიც ქართველები გამორჩეული ხალხი ვართ და ამ ყველაფრის გაძლიერება საჭირო, რასაკვირველია, თუ შენ ნებისმიერ სფეროს დაივიწყებ და არ განავითარებ, ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში შენი გენებიდან გავა. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ და გირჩევთ ყველას, რომ მოინახულოთ ასეთი ადგილები და ნამდვილად ცხენოსნობა ისეთი რაღაცაა და ზოგადად ცხენი ისეთი ცხოველია, რომ ადამიანს ნამდვილად პოზიტიურად დამუხტავს. ქართველები მათ შორის გამოვირჩეოდით ამ კუთხით და ყოველთვის ძალიან კარგი ცხენოსნები ვიყავით და აღსადგენია ყოველ შემთხვევაში ეს ტრადიცია. სამტრედიის შეჯიბრის შემდეგ იგეგმება ასევე აბაშაში და ვეცდები ასევე აბაშიდანაც ჩაგერცოთ და შემოგთავაზოთ საინტერესო ამბები აბაშიდან. ძირითადად დღევანდელ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ 3 რეგიონის წარმომადგენლები, იყვნენ სამეგრელოდან, იყვნენ გურიიდან და რასაკვირველია იმერეთიდან და მათ შორის იმერეთის კონკრეტულად სამტრედიისა და სამეგრელოს გუნდებს შორის შედგა კიდევაც ისინდში და ცხენოსნობაში შეჯიბრი და გაიმარჯვეს სამტრედიელებმა, იმერლებმა. შემდგომი შეხვედრა აბაშაში რა ანგარიში დასრულდება ვისი გამარჯვებით? ამ ყველაფერს კი რასაკვირველია შემდგომ ვიდეოებში შემოგთავაზებთ. ყველა ჩემს გამომწერს ვურჩევ, რომ ამ ტურნირებს დაესწროს და ნამდვილად სიამოვნების მეც არაფერს არ მიიღებს და არც არაფერს არ დაკარგავს რეალურად. ერთი კარგი და ბედნიერი დღე შეემატება მათ ცხოვრებაში. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. გაუმარჯოს ჩვენს ქართულ გენს და ჩვენს სამშობლოს.